საქმე ინდილას ეთერს ვაგრძელებთ უკვე შესყიდვების ეფექტურ მართვაზე საუბრით, რაც გულისხმობს საჭირო საშუალებების მაღალი ხარისხით და დაბალი დანახარჯებით შესყიდვას. თუმცა შედადაგარი ფაქტორების გავლენით ხშირად პროცესები ისე არ იმართება, როგორც ეს საქმის პროფესიონალებს სურთ. Როგორ უნდა ვმართოთ ხარჯების საუკეთესო შედეგისთვის, რა არის გამოსავალი ხარჯების შემცირება თუ ოპტიმიზაცია და როგორ უნდა მივახციოთ ხარისხს და შედეგების სტაბილურობას, ან და მათ გაუმჯობესებას. ყველა საჭირო კითხვებზე პასუხებს მივიღებთ ახლა უკვე ჩვენი სტუმრებისგან, გვანცას ხიბლაძე, კომპანია ყოჩაღების მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი და თამარ ახციაშვილი, კომპანია Easy Prosmentis მარტივი შესყიდვების დამფუძნებელი შემოგვიერთდნენ საქმიანი დილას სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოგესალმებით მაყურებელს. მადლობა ორშაბათ დილიდან, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ასეთ მნიშვნელოვან ყოჩაღად დილიდან ყოჩაღად და ასეთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში გავუზიაროთ სიახლეები და იმ პლატფორმის შესახებ, რომელიც უკვე დანერგილი არის და რას გულისხმობს, რას ამარტივებს ეს პლატფორმა. ყოჩაღების შემთხვევაში დავიწყებ იმით, რომ მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ დაგვიწმეთ დრო. დავიწყებ იმით, რომ ყოჩაღები მომარაგებელი კომპანია ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში და ჩვენი გამოცდილების დაგროვების შედეგად გავიაზრეთ, რამდენად საჭირო იყო მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ პროდუქტები, როგორიც არის ვთქვათ, ქიმია, ჰიგიენის საშუალებები, საკანცელარიო საოფისე ნივთები, არამედ ჭკვიანური გადაწყვეტილებები. ეს ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტები რეალურად ყველგან ხელმისაწვდომია ერთი ხელის გაწვდენაზე, თუმცა საბოლოო ჯამში დიდი კომპანიებისთვის ძალიან მსხვილ დანახარჯებზე ადის. რაც მოლოდინებთან ცოტა ის არ არის ხოლმე თანხმედრაში მარტივი პროდუქტი, დიდი დანახარჯი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის დაგვენახებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჰიგიენა და შემდგომ უკვე მისი ბიუჯეტის სწორად მართვა. ჩვენი პლატფორმა ამარტივებს არა მხოლოდ ვთქვათ ბიუჯეტის მართვას, არამედ სხვადასხვა ფილიალის მომარაგებას. ამასთან ერთად პლატფორმის საშუალებით ხდება ანალიტიკა როგორც ფილიალების ჭრილში, ასევე ჯამურად. რაც შეეხება ბიუჯეტის ოპტიმიზაციას და მის მართვას, სხვადასხვა ფილიალს, მაგალითად, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ბიზნესს ქონდა მრავალი ფილიალი და ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც ყველაზე მცირეა და ყველაზე ცოტას უნდა ხარჯავდეს ამ მიმართულებით, ყველაზე მეც ხარჯავდა, ხოლო ყველაზე დიდ ფილიალს შედარებით უფრო ლოგიკური დანახარჯები ქონდა. იმიტომ რომ ჩვენ ამის მიზანი გამოგვეკვლიათ, ჩავედით სიღრმეებში და აღმოვაჩინეთ რაღაცა არასწორი ხარჯები, არასწორად შეკვეთილი პროდუქტები. პირველად საჭიროება სწორედ აქედან გამოჩნდა, რომ მოდი გავაკეთოთ ანალიტიკა, იმიტომ რომ როდესაც ბევრ ფილიალს ფლობს ბიზნესი, რთულია რომ თითოეული პროდუქტის ჭრილში უყურო ამ ანალიტიკას. ამასთან ერთად გვქონდა შემთხვევა, როდესაც საწარმო გვიკვეთავდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საპონს და ძალიან უცნაური იყოს დიდი რაოდენობით საპნის შესყიდვა, ცოტა სასაცილო და ჟღერს. თუმცა აღმოჩნდა, რომ საწარმოში დასაქმებული ქალბატონებს ჰქონდათ შეხება ნივთიერებასთან, რომელიც ადვილად არ შორდება ხელიდან. გახდა საჭიროება, რომ საპონი განსაკუთრებული სპეციფიკით ჩაგვენაცვლა და ხარჯები შემცირდა სწორედ ამის საშუალებით. ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ სწორი პროდუქტი, სწორ ფასად და შესაბამისად ჩავამციროთ ხარჯები რაოდენობის და ხარისხიანი პროდუქციის საშუალებით. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, თქვენს კომპანიას რომ მოგვიყვეთ და ამ შემთხვევაში რა ტიპის ეს თქვათ კომუნიკაცია შედგა, რა ტიპის ეს თქვათ სერვისის მიღება შეიძლება და მოკეთ პროცესები როგორ მარტივდება, რაც შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. კი ბატონო, ჩვენი კომპანია მუშაობს შესყიდვების სფეროში, უშუალოდ კონკრეტული მიმართულებები ეხება სწავლა-განათლებას, მათ შორის ბიზნეს ტრეინინგებს, შესყიდველებისთვის და ასევე კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლებისთვის. მათ შორის ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო სერვისები და ასევე გვაქვს სხვადასხვა მიმართულების თემატური პროექტები, რის ფარგლებშიც კომპანია ყოჩაღებთან ერთად გადავიკვეთეთ და ძალიან სწორი თანაკვეთა იყო, იმიტომ რომ ხარჯების ოპტიმიზაცია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შემცირება არ არის ერთჯერადი პროექტი და არ არის ერთჯერადი ასე ვთქვათ, ქმედება, თუ კი ჩვენ გვინდა გრძელვადიანი ეფექტი ქონდეს ამ პროცესს კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ოპტიმიზაცია. ეს აზრები კომპანია ყოჩაღებმაც გაიზიარა ჩვენთან ერთად და საინტერესო პროექტიც ჰქონდა ივნისში, რომელიც მიძღვნილი იყო ზუსტად ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რომ ეს პროცესი იყოს მდგრადი, რადგან ეს არ არის მხოლოდ თანხებზე და ფასდაკრებაზე საუბარი, ეს არის პროცესები, ეს არის სწორი შესყიდვები, ეს არის ბევრი რამ, ანუ უნდა იყოს ჩართული ბევრი ერთეული კომპანიიდან, ბევრი ბიზნეს პროცესი, რომელიც აერთიანებს და კრავს ამ პროცესს ერთიანობას, რათა შედეგი მიიღოს რეალურად კომპანიამ.
რა ეტაპზე სჭირდება კომპანიებს თქვენი გამოცდილებით ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება? საწყისებშივე თუ რაღაც განვითარების რაღაც კონკრეტულ ეტაპზე? რა არის ხოლმე პრობლემა და გამოწვევა ამ შემთხვევაში? ხშირ შემთხვევაში პრობლემები არის ხოლმე ის, რომ არ არის ყოველ რაღაცები დაგეგმარებული სწორად, ნაჩქარები გადაწყვეტილებები და ეს ქმნის ზუსტად იმ პრობლემას, როდესაც კომპანია იზრდება, პროცესში ბევრი რამ რაღაცეების უგულებელყოფა ხდება ხოლმე, ზრდის ეტაპზე კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანია ხომ გაფართოვება და საკლიენტო ბაზის გარსდა, ამიტომ რაღაც ეტაპზე ხდება ეს აქტუალური. ანუ ხშირ შემთხვევაში აი ცოტა როდესაც დასტაბილურდება კომპანიაში სიტუაცია, ან როდესაც კრიზისული პერიოდია ხოლმე ბიზნესისთვის ან ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ამ პროცესებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, რათა გარკვეული დანაზოგი მიიღოს კომპანიამ, შეამციროს ის ზედმეტი ხარჯები იქნება ეს შესყიდვის ეტაპზე თუ შიდა პროცესების ეტაპზე. კი ბატონო, გვანცა პლატფორმაზე მეტი რომ მოგვიყვეთ, ანუ როგორ იმართება, ასე ვთქვათ, პლატფორმა, რამდენად პერსონალიზირებულია პლატფორმა კომპანიებისთვის, ვინც ამ შემთხვევაში თქვენი მომხმარებლები არიან. პლატფორმა იმართება პერსონალიზირებულად, რა თქმა უნდა, თითოეულ კომპანიას, ჩვენ პარტნიორ კომპანიას აქვს თავისი გვერდი, ჩვენს პლატფორმაზე შექმნილი და თუ ვთქვათ, მას აქვს ფილიალები, არსებობს ქვეგვერდები, რომელსაც ფილიალები მართავენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახდენენ შეკვეთებს, ხოლო თავარი გვერდიდან ეს შეკვეთები ხილულია და ხდება ამ ყველაფრის საერთო ჯამში ანალიტიკა. ამასთან ერთად, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ერთიანად შეგიძლია ნახო ანალიტიკა როგორც პროდუქტის, ბიუჯეტის, პერიოდის ჭრილში, შეგიძლია ფილიალის ჭრილშიც ეს ყველაფერი მართო და ასე ვთქვათ, თქვენი საქმეც რამდენად გაამართია ამ პროცესმა, იმიტომ რომ რეალურად პრინციპში შეკვეთების მიღებაც ამ პლატფორმის საშუალებით მოხდება, გადანაწილებაც, მიწოდებაც, ასე ვთქვათ, ანუ ეს ჯაჭვი ამდენ მნიშვნელოვანი იყო თქვენი კომპანიისთვის მათ შორის, რომ მომსახურების ხარისხიც მაღალ დონეზე იყოს. ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვნად გამარტივებულია პროცესები, შემიძლია ვთქვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პარტნიორი გვყავს და ამ პარტნიორების შეკვეთების ხელით და ასე ვთქვათ, Excel-ის ფაილებში დამუშავება თითქმის წარმოუდგენელია. საპირისპირო მხარეს ხდება ის, რომ თუ ვთქვათ, კომპანიას აქვს, არ ვიცი, 18, 30 და ასობით ფილიალი, თითოეული ფილიალის შეკვეთის მიღება, შემდეგ ამის დამუშავება, კონსოლიდაცია, ამის გაგზავნა და გადანაწილება ფილიალებში ძალიან რთულია. ჩვენ ფილიალის ჭრილში ვუყურებთ ამ ყველაფერს და კონკრეტული ფილიალის საჭიროებაზე ვართ მორგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი, ფილიალის მენეჯერი ამარაგებს ამ ყველაფერს და შესყიდვების თუ ადმინისტრაციული მენეჯერისთვის, პასუხისმგებელი პირისთვის ეს ყველაფერი ძალიან ნათელი და თვალსაჩინოა. ჩართულობა როგორ მიიღო ბიზნესმა ეს პლატფორმა? თუ ვიგულისხმებთ, თუ ხედულობაში გვექნება მსხვილი ბიზნესები, ძალიან მისაღები იყო მათთვის და მისამებოდნენ, კი, ძალიან მარტივად. მცირე ბიზნესს ცოტა გაუჭირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ თანამედროვე მომარაგების კულტურას ქმნით და ჩვენს პლატფორმაზე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტით, რაც მათ მნიშვნელოვნად უმარტივებს, თქვათ, პლატფორმის მოხმარებას, თუნდაც შეკვეთის განხორციელებას, შემდეგ თვალყურის დევნებას რა ეტაპზეა და ასე შემდეგ. ხო, ალბათ ეს კომუნიკაცია, თქვათ, თქვენს პარტნიორ ბიზნესებთან, მათ შორის საშუალო და მცირე ბიზნესებთან გაგრძელდება და ეფექტი მეტი იქნება. რა თქმა უნდა, კი, და ჩვენ პერიოდულად ტრენინგებსაც ვუტარებთ, როგორ უნდა გამოიყენონ ეს პლატფორმა, ამასთან დაკავშირებით რაღაც საინფორმაციო წერილებსაც ვაწვდით, ასე ვთქვათ, ონლაინ, რომ რას ნიშნავს პლატფორმის გამოყენება, რა შეეხმარებათ მათ შორის ხარჯების ოპტიმიზაციაშიც, იმიტომ რომ ბიზნესის წარმატება ძალიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ პროდუქტზე და სერვისზე, რასაც ის ქმნის. ამიტომ ეს გადაწყვეტილება რაღაცას უნდა ემყარებოდეს და ჩვენი პლატფორმა გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ლოგიკური და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ. და მაგალითებიც მნიშვნელოვანია, რომელიც შეიძლება რომ პრაქტიკაში თქვენც მიაწოდოთ, რომ ამ მაგალითზე დაყრდნობით, ამ პლატფორმის დაყრდნობით ვიღაცა კონკრეტული შედეგი დადო, ეფექტიანობის და ეფექტიანობის. ბევრი მაგალითი გვაქვს. ჩემი საყვარელი кейსი აღნიშნე, საპონის кейსი, როცა მნიშვნელოვნად შემცირდა, კი. და ბოლოს შეჯამებისკენ ზოგადად მომარაგების სექტორზეც რომ ვისაუბროთ, რა ცვლილებებს განიცდის ბოლო პერიოდში? ერთია რომ ჩვენ დღეს ვისაუბროთ ბიზნესის მომარაგების აი ამ თანამედროვე კულტურაზე, რაც შემოიტანეთ უკვე ბაზარზე, თუმცა ის გამოწვევები, თუნდაც ადამიანური რესურსი იქნება თუ სხვა მიმართულებით, რა რჩება დღეს სექტორში, რაც გადასალახია და მეტად თანამედროვე და მეტად კულტურული გახდეს, იმიტომ რომ მომარაგების სექტორი მაინც იმ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სანდოობა კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ სექტორში. როგორ გავიმარტივოთ შესყიდვები?
საკმაოდ გლობალური საკითხია ეს, რაც ეხება გამარტივებას, რადგან ეს პროცესები არის, როგორც თქვი, სიღრმისეული და არ არის ერთი ადამიანის ან ერთი ბიზნეს ერთეულის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ საჭიროებები, რაც აქვს მემარაგება, ის იქნება თუ მიწოდება, იყოს გააზრებული სწორად და კომპანიის შიგნით ყველა უნდა ითავისებდეს განსაკუთრებით მენეჯმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ მენეჯმენტის ხედვა თუ არ ემთხვევა იმ თანამშრომლების ხედვას, ვინც ცდილობს გაუმჯობესებას ან რაღაცების ცვლილებას კომპანიის საკეთილდღეოდ, სამწუხაროდ არაფერი არ გამოდის ხოლმე. ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ არ გამოდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კომპანიები, როგორც ყოჩაღები, ცდილობდნენ მათ შორის მათი სფეროს ჭრილშიც გაუმჯობესონ პროცესები, რომ გაუადვილონ მომხმარებლებს ეს მიწოდების ნაწილი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობაც მნიშვნელოვანია, როგორც შემწყიდველებს bis მხრიდან, რათა ჩვენი შიდა სტრუქტურაც მოვაწესრიგოთ, რომ თანხმედრა იყოს სწორი, რადგან ყოველთვის არ არის, რომ გარეთ არის პრობლემა, ხშირად შიგნითაც არის ხოლმე პრობლემა, რომელსაც დალაგება და მოწესრიგება სჭირდება. ხო, როგორც ეს შიდა პრობლემები უფრო მეტია ხოლმე, რომ მოგვარება სჭირდება და ბიზნესი ისედაც საკმაოდ ბევრი თავის ტკივილი აქვს და ამ მიმართულებით საქმის გამარტივება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ციფრული პლატფორმის შეთავაზებაც ალბათ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც თავის შედეგებს მოიტანს და ამ შედეგებსაც მოვიკითხოთ დროთა განმავლობაში. ჯერა ამის და ეხლა განსაკუთრებით ყოჩაღები რამდენიმე თვის წინ იყო ჩვენთან სტუდიაში და მთავარი სლოგანით და ეხლა ალბათ კიდევ უფრო მეტად ამყარებს ამ სლოგანს ისე მოგამარაგებთ როგორც დაგიბარებიაო. ხო და ეს დავაბაროთ ციფრულად და დავაბაროთ ციფრულად და მოგვამარაგებენ ციფრულად. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები BMG-ის გუნდის სახელით. გვანც ხერტლაძეს უმასპინძლებთ კომპანია ყოჩაღების მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მენეჯერს და ასევე ჩვენთან ერთად ორშაბათ დილიდან იყო სტუდიაში თამარ ახსიაშვილი კომპანია მარტივი შესყიდვების დამფუძნებელი.